გამარჯობა ჩემო ძვირფასო ტელემოყურებლებო. ვაგრძელებ ჩემს საავტორო გადაცემას ჩემო აფხაზეთო. დღეს ჩვენი სტუმარია ძალიან დიდი პიროვნება. ბატონი ვახტანგ გვარამია. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერთდროს. საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი და მოსამართლე, უმაღლესი რანგის მოსამართლე. საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი და იურიდიულ საკითხთა და სხვადასხვა საკითხების კომიტეტის წევრი. და საერთოდ დიდი პიროვნება თავისი წარსულით, თავისი დღევანდელობით და ის არის ცოცხალი მემატიანე ძალიან ბევრი საკითხებისა, რაც საქართველოში ტრიალდებოდა და დატრიალდა იმ დროს, როდესაც ყველაზე უფრო მეტად უჭირდა ქვეყანას. და ყველაზე მთავარი, რაც არის აქ ამ შემთხვევაში მე რას უსვამ ხაზს. ზუსტად 1990-1994 წლებში ეს 5 წლის განმავლობაში ბატონი ვახტანგი გახდა საქართველოს გენერალური პროკურორის, მაშინ გენერალური პროკურორი გახდა რაზმაძე და მისი პირველი მოადგილე. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც საქართველოს უაღრესად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. და ამ კრიტიკულ სიტუაციაში ძალიან ბევრი რამე შეიცვალა და თქვენ კარგად იცით, აი ზუსტად ამ პერიოდიდან იწყება უკვე აფხაზური საკითხი, წინა პლანზე გამოდის, უკვე აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მეთორმეტე მოწვევის უმაღლეს საბჭოს არჩევნები ტარდება, სხვადასხვა აი როგორ და რა წესით და რა თანაფარდობით ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით და იმის ყველაფრის მონაწილე გახდათ ბატონი ვახტანგ გვარამია. ამდენად არის ძალიან საინტერესო პიროვნებაც გვაქვს ჩვენ დღეს შეხვედრა. და ბატონო ვახტანგ, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ თქვენ დღეს მოიცალეთ და მოგზავნეთ ჩვენ სტუდიაში სასაუბროდ და მე მაინც პირველი საკითხი ჩვენ პრივატულ საუბარში გაიჭირა ჩვენთან რომ თქვენ ცოტა გერა საკმაოდ კარგად ხართ იმ ისტორიულ პროცესებში ჩახედული, საიდან დაიწყო საერთოდ ეს ქართულ-აფხაზური პრობლემა. ეს პრობლემაა, იმიტომ რომ ახლა ეს არ თამარ მეფის დროს ყოფილა და არ დავით აღმაშენებლის დროს ეს პრობლემა, იმიტომ რომ საერთოდ ჩვენი დიდი მეფეების აბერვიატურა აფხაზთა მეფობიდან იწყებოდა. და ეს აფხაზეთი ტერიტორია, ის ტერიტორია როგორც კახეთი, გურია, იმერეთი, სამეგრელო და შემდეგ, აი ესე ტერიტორია იყო, ეს არ იყო რამე განსხვავებული. უბრალოდ მე რა მოხდა და როგორ მოხდა სამწუხარო და საუბრო ვიცით, მაგრამ ზოგჯერ ისტორია კარგი მასწავლებელიც რომ არ არის, ისეც კარგად ვიცით და მე ისტორიის ქარტეხილებში გამოვლილ ამა თუ იმ კუთხეს თუ ამა თუ იმ ეროვნებას, ამა თუ იმ ხალხს და ჯგუფს მე წარსულისკენ მიხედვა ძალიან უჭირთ ხოლმე. აი ახლა რომ გავიხედოთ ახლა აფხაზური და ქართული გვარები 500 გვარია სულ აფხაზეთში დაფიქსირებული ბატონო ვახტანგ და აქედან 400 არის ქართული წარმოშობის. ან თუნდაც იგივე კობახია რომ არის, ახლა ვიღაცა რომ მაგიცი ახლა ვიდეო მიმართვა გავცელდა და აი ისეთი იმით ლაპარაკობს, ისეთი გონორით ლაპარაკობს, თითქოს და ეს აფხაზეთი, ეს საქართველო რასაც არ ყოფილა, რომ ეს კობახიძეებთან და კობახიებთან იმ ქართულ კობახიებთან არავითარი კავშირი არ აქვს და ასე შემდეგ. ნუ ახლა ეს არის მათი ზუსტად ის ნარატივი, რომელსაც მათ სამწუხარო და საუბედროდ იმპერიის ნარჩენი, ერთ-ერთი მთავარი ნარჩენი და ანაცვლედი კრემლი რომ უნერგავს მათ. ეს ხომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. მაგრამ მე მაინც მინდა ბატონო ვახტანგ, როგორც თქვენ ამ ისტორიულ პროცესებში ღრმად ჩახედულ პიროვნებად, დავიწყოთ კითხვა, პირველი კითხვა დავიწყოთ იქიდან, როდის დაიწყო ეს აფხაზური პრობლემა და როდის წარმოიშვა ეს? ამას ხო თავისი საწყისი გააჩნია. რაღაც ერთ დღეს, ერთ დროს, ერთ პერიოდში დაიწყო ეს და აი ამის შესახებ მოვუღებ და მე დანარჩენი მივყვები ჩვენ თანდათანობით ჩვენ საკითხებს. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ეს პრობლემა საერთოდ საქართველოში არ ყოფილა. პირიქით, აფხაზეთის პრობლემა ჰქონდა რუსებთან. აი ელემენტარულად ვიტყვით. აფხაზეთის მონათესავე ტომები იყვნენ უბიხებში. ეს უბიხები ცხოვრობდნენ გაგრის ზევით ადლერის ტერიტორიაზე და სოჩის ტერიტორიაზე.
ვინ მოსკოვის უდეხები საწევიდან დღეს რუსეთმა გადაასახლა და ვინ აღწერა მე ეს? ესე იგი ეს ბრწყინვალედ აღწერილია მაგათი ტრაგედია იყო ასეთი ბაგრატ შინკუბა აფხაზი უკანასკნელი უბიხი. აი აქედან დავიწყოთ რა. ესე იგი მაგათ კონფლიქტი ჰქონდა აფხაზები ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ ისინი სხვა შორის ძალიან მიახლოებული იყო უბიხები და აფხაზები და ეს პრობლემა იყო რუსეთთან მაგრამ ქართველებთან ეს პრობლემა არ ყოფილა. თანაც მით უმეტეს იმ პერიოდში სუხუმი პრაქტიკულად სუხუმის მაცხოვრებლები აფხაზების გარდავალა იყო. და თვითონ ამ აფხაზო-რუსული კონფლიქტის შემდეგ, როდესაც პირველი მოაჯირობა მოხდა თვალსები 1860-იან წლების დამლევში იყო. იმ პერიოდში მოაჯირობა ინდები ვისაც ძირითადი მასა გადასახლდა თურქეთში, გადაასახლეს კი არა გაერაკეს. რუსეთის იმპერიამ გადაასახლა, იმპერიამ გადაასახლა. ხო და ძირითადი აფხაზოს პრაქტიკულად აუგრძალეს ზღვიდან რამოდენიმე კილომეტრი მოშორებით დასახლება. ესენი ზედა მხარეს, უბრალოდ მთიან მხარეს დასახლება. ესე იგი კონფლიქტი იყო არა ქართველებთან, არამედ იყო აფხაზებისა რუსებთან. კიდევ საკითხი, ვისი ჩასახლება უნდა და განთავისუფლების ზონაში მეფის რუსებს, ვისი ჩასახლება? კაზაკების. მაგრამ კაზაკები ვერ ჩასახლდნენ, უბრალოდ ჩამოიყვანეს, მაგრამ ვერ დაჩენილ. ასოზე იქ ჩამოიყვანეს და გარკვეულად სამეგრელოს ზღვისპირა რაიონებში აპირებენ ჩასახლებას. ვერ ჩასახლდნენ, რატომ? იმიტომ რომ იმ კლიმატს ვერ გაუძლეს, იქ მალარიის საკითხი იყო, სხვადასხვა საკითხები იყო და ვერ უკან დაბრუნდნენ. ჩამოყვანილი, ესე იგი ძალით ხდებოდა მათი ჩამოსახლება და ნაწილი მაგალითად პრიბალტიკიდან ერთ სოფელი იყო თვალსები ესტონკა. ძალით ჩამოიყვანეს და ჩაასახლეს ესტონელები კარგად შეითვისαν იქაურობას მეტნაკლებად, მაგრამ მაგრამ ასიმილაცია განიცადა იმ პრინციპი ყველა გაქართვებდა რომ როდის დაიწყო კონფლიქტი? დიახ. კონფლიქტი ძირითადში დაიწყო 1900 კონფლიქტი დაიწყო მეშევიკების იმ პერიოდში უკვე 18 წლის შემდეგ და კონფლიქტის მიზეზი რა იყო? ისევ რუსული ხელიერია, რომელიც ცდილობდნენ რომ აფხაზები დაეპირისურებიათ საქართველოსის. ახლა საინტერესო რა არის? როდესაც საქართველოს შეუერთდა უпростоრად რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია 1921 წლის თებერვლის თვეში, ამის შემდეგ აფხაზეთისა და საერთოდ საქართველოს ტერიტორიალური მოწყობის საკითხი შეისწავლა წითელი არმიის გენერალურმა შტაბმა. ამ გენერალურ შტაბში ეს დავალებული ჰქონდა მეფის გენერალ-ლეიტენანტს იმ პერიოდში საბჭოთა გენერალურ შტაბი იყო მომსახურე ყოფილ გენერალ-ლეიტენანტ სიტინს. იყო ასეთი სიტინი. ხო და ამ სიტინმა დაწერა მოხსენებითი ბარათი საბჭოთა კავშირის იმ პერიოდში მთავრობის სახელზე. ამას ეკვა ასეთი მერი ლოკალიზაცია ad gruzинского шовинизма. თარიღი ამისი არის 1921 წლის 22 აპრილი. საინტერესო საიდან მოდის ხოლმე. აქედან მოდის. აქედან ახლა გადაწერია. ქართველები ეს არის შოვინისტიერი პატარა იმპერიული განწყობით, რომელსაც უნდათ რომ დაიმორჩილონ საქართველოში მცხოვრები სხვა ერები, კერძოდ აფხაზები, მეგრელები, ასეა. და კიდევ ზოგიერთი სხვა ვინც იყო ჩამოსული ეგ რამოდენიმე აჭარების მოყოლილი. და ჩვენი მიზანია ისეს რომ ბოლო მოვუღოთ საქართველოს ამ შოვინისტურ ნაციონალისტურ მიდგომას ამ მცირელებისადმი და კიდევ ერთი მათი იმდენად დიდი არის ნაციონალიზმის გრძნობა ქართველებში რომ ესენი ხვალტუზე წავდნენ რუსეთის წინააღმდეგ და ამიტომ ჩვენ ეს უნდა დროზე ჩავახშოთ. აი ეს იყო მათი და ახლა რა გზით უნდა ეკეთებიათ ეს სიტენა როგორც რომ აფხაზებისთვის უნდა მიეცათ ან დამოუკიდებლობა, ან ავტონომია.
რომ ეს აფხაზეთი ავტონომიის სახით უნდა შესულიყო საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში. შეგეც იყო ბომბი ჩადებული. ეს იყო ბომბი, მაგრამ ავტოსასრეს კი არა. გარდა ამისა, ავტონომიას უკვე მაშინ აძლევდნენ აჭარაზე იყო ლაპარაკი, სამხრეთ ოსეთზე იყო ლაპარაკი, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთზე ოლქის სტატუსის მიცემა და ავტონომიას სიტინის რეკომენდაციით უნდა მიეცათ სამეგრელოსათვის. ვინაიდან სამეგრელო ისევე როგორც აფხაზეთი კი მართალია ეს ახლო ნაცისტურ კავშირში იყო მთელ ქართველებთან, მაგრამ მაინც ენას ჰქონდა მთელი ამბავი და ესეც სამგე იყო და ამიტომ სამეგრელოსათვისაც მეგრელს უნდა მიეცათ ავტონომია, რომ პერსპექტივაში საქართველოს იმპერიალისტური ამბიციები ამით გაენეიტრალებიათ და მათი მხედველობა, ესე იგი ხალხის ახადა იქ ცხოვრები ხალხის მიქცეული ყოფილიყო რუსეთისადმი. ეს დოკუმენტები მე მაქვს შორის. ეს დოკუმენტებია თუ დაინტერესებთ კი ბატონო შემიძლიათ. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით გავეცადეთ. მე ამას ვამბობ, ეს არის დოკუმენტალური მონაცემები სიტინის 1921 წლის 22 აპრილის მოხსენება საბჭოთა კავშირის და ეს სოსლოვი დოქტრინა მერე მოყვა. არა, ეს მერე გაგრძელდა. დანაძრა იყო. რუსეთმა თავიდან აფხაზეთს ავტონომიის სტატუსი კი არ მისცა. აფხაზეთი იყო რაღაცა უცნაური თითქმის ნახევარი რესპუბლიკის სტატუსი. მოკავშირეების თემამდე მისული არ იყო, გამიგეთ და ავტონომიაზე ზევით იდგა. რაღაც უცნაური სტატუსი ეს იყო 20-იანი წლების დასასრულამდე, როდესაც მან მიიღო ავტონომიის სტატუსი და შემოვიდა საქართველოს ოფიციალურად. მაშინაც აი როცა მას არ ჰქონდა ავტონომიის სტატუსი, იგივე ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან მეტ-ნაკლებად, ესე იგი საქართველოს მთავრობა მაინც დომინანტის როლს თამაშობდა, მაგრამ ფორმალურად ეს იყო თითქმის დამოუკიდებელი, არ ვიცი რა ვთქვა მაგას, მაგრამ თითქმის დამოუკიდებელი, ყოველ შემთხვევაში საკავშირო მთავრობის სამგლოვი სუბიექტი არ იყო. საკავშირო გაერთიანების. ბატონო ვახტანგ, ეს ძალიან საინტერესოა და ფაქტობრივად ახლა თქვენ ცოტა სულ სხვა რაკურსით წარმოგვიდგინეთ ეს და სხვათა შორის ისტორიული ფაქტები, რომელიც მოიყვანეთ, მართლაც ეს არის რეალობა. და თურმე რამდენი ხანი გვებრძოდნენ ჩვენ და რამდენი ხანი ებრძოდნენ საქართველოს იმისათვის, რომ აფხაზეთი ჩამოეცილებინა. მაგრამ თქვენ მე ახლა ცოტა აქეთ გადმოვინაცებთ ცოტა დღევანდელობისკენ უფრო ახლო წარსულისკენ, რომელსაც ამ წარსულმა ჩვენ რა დაგვანახა და როგორ დაგვანახა ესე ჩვენმა ტელემოყურებლებმა ძალიან კარგად იციან, მაგრამ მე ასეთი კითხვა გამიშვა, ერთი კითხვა ბატონო ვახტანგი. თქვენ 90-94 წელსში ბრძანდებოდით საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე. ეს იმას ნიშნავდა, რომ ყველა ინფორმაცია თქვენთან მოდიოდა, როგორც კი დახურული თუ ღია ინფორმაციები, რაღაც აუცილებლად სახელმწიფოს ეხებოდა სახელმწიფო წყობას თუ სახელმწიფო პროცესებს, სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებს. ეს ხომ ახლა მაშინ რამდენად ჩამოყალიბებული სახელმწიფო ვიყავით, ეს ცოტა მეორე საკითხია, მაგრამ ამას მნიშვნელობა რა მაინც ჩვენ გვექვა დამოუკიდებელი ქვეყანა და 91-დან უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით ვსარგებლობ, თუმცა ამ დამოუკიდებელ ქვეყანას რაც მოუწყვეთ და რა გენოციდით მოუწყვეთ, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით 9 აპრილიდან გამომდინარე. მაგრამ ეს პერიოდი იყო მართლაც კრიტიკული პერიოდი იყო საქართველოს ისტორიაში და ამ დროს იწყება აფხაზეთის ომი, ბატონო ვახტანგ. ამ დროს ტარდება აფხაზეთში არჩევნები, აფხაზეთის უმაღლეს საერთოს მე-12 მოწვევის არჩევნები ტარდება და მანამდე უნდა გითხრათ ერთი რამეც, რომ მანამდე როცა მე ისტორიას რო გადავხედოთ, ჩვენ ახლა აფხაზეთის უმაღლეს საერთოს შემადგენლობაში ყოველთვის აფხაზები უფრო ჭარბობდნენ. ეს საბჭოთა პერიოდში მოგეხსენებათ, მაშინ არჩევნები როგორ ტარდებოდა, მაშინ პარტია ნიშნავდა და იმ პარტიის ეს არც არ ჰქონდა იქ უფლება, თვითონ წარმოეყენებინა კანდიდატად, ეს უკვე ავტორიტარიზმის ასე ვთქვათ, სისტემის დამახასიათებელი თვისება იყო, რომ ავტორიტარული სისტემა თვითონ ნიშნავდა ფაქტობრივად. ყოველთვის აფხაზები იყვნენ ამ შემთხვევაში უმრავლესობაში. და ბუნებრივია ამ უმრავლესობის შედეგად უკვე 91 წელს არჩევნების სექტემბერში არჩევნები დაინიშნა აფხაზეთის მე-12 მოწვევის არჩევნები, რომლის ერთ-ერთი წევრიც მე გახლავართ
მაშინ ასეთი ის წამოვიდა თანაფარდობა. ესე იგი საჭირო არ იყო რასაკვირველი 157 დეპუტატის არჩევა არ იყო საჭირო, მაგრამ საჭირო იყო 65 დეპუტატი უნდა არჩეულიყო და 65 დეპუტატიდან შემდეგდან 28 აფხაზი უნდა ყოფილიყო ეროვნული წარმომადგენელი, 26 ქართული და 11 სხვა ეროვნული წარმომადგენელი. იმიტომ რომ აფხაზეთი მოგეცნობა მრავალეროვნული ასე ვთქვათ კუთხე იყო იმ პერიოდში და ნუ დღესაც იგივე სიტუაცია. თქვენ ვიცით რომ ამაში საქმის კურსი ბრძანდებით ბატონო ვახტანგ. აი როგორ მოხდა ეს? ეს რამდენად სწორი იყო და ჩემთვის როგორც ჩემი ტელემაყურებლებისთვის უფრო საინტერესო იქნება თქვენეული ხედვა. რამდენად სწორად იყო და რამდენად სამართლიანად იყო ეს ყველაფერი გათვლილი. იმიტომ რომ შედეგი ვიცით რა ზოგადად ხო? შედეგი. და მე კიდე პატარა ნიუანს მოვიყვანე. მე ვაფხაზ უმალოდ საქმეს როცა გახდა ჩვენ აფხაზებთან ერთად როცა ჩვენ კამათობდი და ძალიან დიდი კამათობა უნდა მაშინ იყო ასეთი მათი მე თვითონ აფხაზებმა მოიცილეს ეს ზურაბ აჩბა იყო ასეთი პოლიტიკოსი რომელმაც პირდაპირ გითხრა თქვენო ქართველებიო რას ლაპარაკობთო ესე იგი თქვენო რომ ჩვენ აუცილებლადო პირველებს თქვენ გასწორინებთო თქვენ როგორ გონიათ რომ თქვენ მეტი ხრო ხართ რაღაც ჩვენ 45% რო ითვლითო თქვენო და ჩვენ 17%-იო ჩვენ 17% კი არა ჩვენ 53% ვართო და საიდან მეფე იმიტომ რომ ყველა ის 53% აფხაზებთან ერთად გასულ ნახეთ ახლა რას მეუბნებოდა მაშინ ესე იგი სიტყვა სიტყვით მახსოვს მისი სიტყვები და თქვენო პირველ თქვენ გასწორნებთ გასწორნეს კიდევაც ხო მოხდა ეს როგორ მოხდა რანაირად მოხდა ამაზე სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს მაგრამ თქვენი მოსაზრება აი ეს პერიოდი აფხაზეთის ომამდე როგორ მზადდებოდა იქნებ ეს ცოტა ძალიან ფართედ ვერ ვისაუბრებთ ამ თემაზე იმიტომ რომ ბევრი საკითხებიც გაგვაჩნია ბატონო ვახტანგ აი ეს კითხვა აი იქნებ აი ამ ასე ვთქვათ რაკურსით გამიშეკოთ მე უფრო ჩემ მოსაზრებას აღიარებ მე გეტყვით რა ფაქტები იყო მაშინ და რა სიტუაცია იყო რეალურად საინტერესო ჩემ მოსაზრებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს დღეს ყველასთვის მოსაზრება რეალური ფაქტები რა იყო აი ამას შევესწრები მეტნაკლებად უფრო შორიდან დავიწყებ ვიდრე აფხაზეთში არჩევნები ჩატარდებოდა ამ ყოველ შემთხვევაში არჩევნების საკითხი დაიწყებოდა ეს მოგვიანებით იყო უკვე მანამ ჩატარდა აფხაზეთში რეფერენდუმი საკავშირო რეფერენდუმი გახდა ჩატარდა საკავშირო რეფერენდუმი ჩატარდა ამას ვამბობენ და აქედან თბილისიდან გაგზავნილი ვიყავით მაშინ გამსახურდია იყო პრეზიდენტი და ძირითადად ვიყავი მე როგორც სახელმწიფოების წარმომადგენელი და ჩემთან იყო ერთ-ერთი პროკურორის ერთ-ერთი სამართლის უზრუნველყოფი ჯიჯიეშვილი იყო ასეთი განათლებული იყო ძალიან რეფერენდუმი როგორ ჩატარდა თქვენ კარგად იცით მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობამ საკავშირის ხარ დაუჭირა არ დაუჭირა არ დაუჭირა მხარი დაუჭირა მხარი ფაქტურად საქართველოს დამოუკიდებლობას საქართველოს დამოუკიდებლობა გაქვთ მანამდე ხოჭა საქართველოს დამოუკიდებლობა მართალ ბრძანდები საქართველოს დამოუკიდებლობას დაუჭირეთ მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას მხარი და ამის თაობაზე ჩვენ შევადგენთ მოხსენებითი ბარათი გამსახურდია სახელზე გამსახურდია იყო საქართველოს პრეზიდენტი იმ პერიოდში და ეგრეა რომ ასე იწყებოდა გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი გამსახურდიას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილეს ამის მოხსენებით ბარათი და დეტალებში იყო გამოქვეყნდა ეს პრესაში სხვა შორის დეტალებში იყო ჩამოწერილი როგორც ჩატარდა რეფერენდუმი და რეფერენდუმის შედეგები და სხვა შორის ეს მოხსენებით ბარათი მისთვის კი არ გამოგზავნეთ გამსახურდიას რომ პრესაში გამოქვეყნებული იყო ელემენტარულად პრეზიდენტი ჩავაყენეთ საფრანგეთში ინფორმაციას და შედეგი მისცა მაგრამ პრეზიდენტის განკარგულებით ეს მოხსენებით ბარათი სიტყვით და ჩემი ხელმოწერით მაშინ მახსოვს ასე ეწერა რომ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე იუსტიციის უფროსი მრჩეველი იყო მაშინ ვარამიაძე და ხალხზე გამოქვეყნდა საქართველოს რესპუბლიკაში რუსულენოვანი მგონი ზარიავასტოკა იყო იქა და სომხურ გაზეთში ესე იგი ყველა გაზეთში გამოქვეყნდა ეს ამბავი როგორც მაგრამ ექვემდებარებოდა ეს გასაჯაროებას პრეზიდენტი იყო და პრეზიდენტის განკარგულება იყო და დაექვემდებარება გამოქვეყნდა და მაგ მე შენახული სხვათა შორის ის ერთი ეგზემპლარი მაგრამ ეს ისე მოყევი რა მანამ დაუძღოდა ამას წინ
ქართული მთელი ქართული მოსახლეობა და აფხაზეთის ძირითადი მოსახლეობა ამ საკითხში იყო ერთსულოვანი, რომ საქართველოს უნდა იყოს დამოუკიდებელი. იქ არ დასმულა საკითხი, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი იყოს, არ იყოს, ამ საკითხი საერთოდ არ იყო და არც დაუსვია ეს არავის. ახლა რა შეეხება არჩევნებს. იქ რა იყო იცით დეპუტაცია, ქართული დეპუტაცია, რომელიც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი შემდგომ პარლამენტში ცოტა ჭრელი იყო. ჭრელი იყო არა მარტო თავის შემადგენლობით და პროფესიონალური შემადგენლობით, არამედ თავისი განწყობითაც. განწყობითაც. ზოგი იყო აფხაზეთთან მჭიდრო ურთიერთობის და ეს მომხრე, ზოგი იყო პირიქით და ესე იგი რა იყო იცი, მათ შორის იყო წარმოუდგენელი შუღლი. გვარები არ მინდა დავასახელო, ზოგი გარდაცვლილია ამ ხალხთან და ზოგი ცოცხალია. ახლა თვითონ საკითხი, თუ ვხვდები 28, 26 და 11 იყო ვხვდები. 28 ეს წარმოიშვა, ეს თვითონ ეს ციფრები აფხაზებს არ დაუხდიათ. ეს საინტერესოა. ეს წარმოიშვა ქართველებიდან და მთელი უბედურება იმაში იყო, რომ ჩვენები შეუთანხმდნენ აფხაზებს და ერთობლივად დასვეს ეს საკითხი. 28 აფხაზი უნდა ყოფილიყო, 26 უნდა ყოფილიყო ქართველი და 11 თვალხები სხვა ერების წარმომადგენლები ვინც ცხოვრობდნენ იქ. ახლა იქ მოსახლეობის ციფრობრივი შემადგენლობა ზეპირად რომლებდა, ამიტომ შეიძლება რაღაცაში ვცდებოდი. თუ ვაცდები ქართველები იყვნენ 260,000 ცოტა მეტი. თუ ვაცდები რაოდენობა? 240,000. რაღაც ასე იყო. აფხაზები იყო 60 და რაღაცა. 93 იყო. 93 იყო ქაღალდზე. ქაღალდზე იყო თორე 63 იყო რეალურად. 63 იყო რეალურად. ხო, ეს იყო ქაღალდზე იყო. და კიდევ რაღაცა გარკვეული იყო სხვა ერების იქ სომხები იყვნენ, ებრაელები იყვნენ, ბერძნები იყვნენ, ესტონელები იყვნენ, რუსები, უკრაინელები და ისიც გარკვეული ის. ერთი კუთხით თვითონ ასეთი მიდგომა მოსახლეობის რიცხობრივი შემადგენლობიდან არ სწორია. თუ მიუდგებოდი აბსოლუტურად ობიექტურად, მაშინ უნდა ყოფილიყო რაოდენობა მოსახლეობის, რომელიც ირჩევდა ერთ დეპუტატს და ეს შეეხებოდა სულ ყველას, ქართველი იქნებოდა, აფხაზი იქნებოდა თუ სხვა იქნებოდა. აფხაზები რასაკვირველია, აშკარად ძალიან დიდ უმცირესობაში აღმოჩნდებოდა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ძირითად ერად მიჩნეული იყო აფხაზეთში აფხაზი ერი, თუმცა ეს რამდენად სწორია კიდე კაცმა არ იცის. ეს ძალიან დიდი ნიშნით. მაგრამ დავანებოთ თავი, ასე იყო, მაგრამ კონსტიტუცია ყოველდღიურობა და სამწუხაროდ ასე იყო, რომ ძირითად ერად მიჩნეული იყო აფხაზი. შენ იყო დომინანტი ერი. დომინანტი ერად მიჩნეული იყო აფხაზი, ეს დაკავებული თანამდებობის მხრიდან მაგალითად პირველი აფხაზი იყო. პირველი თუ ქართველი იყო, მეორე აფხაზი უნდა ყოფილიყო. ასე უნდა ყოფილიყო, გათვალისწინების პრინციპი იყო. თუ დაეთანხმებოდნენ ამ პრინციპს, რომ 28 უნდა ყოფილიყო მაინც აფხაზი 26 ქართველი და 11 სხვა ერის წარმომადგენელი. ესე იგი მაშინ ცოტა მაშინ შეიძლება ვაჭრობა ამაზე და შეიძლება გარკვეული ურთიერთობის მიღწევა. ჩვენ მიგიბოდა იმ 11 და უმრავლესობას მოვიპოვებდით ბატონო ვახტანგი. გეგონა, მაგრამ ვერ მოვიპოვეთ. ვერ მოვიპოვეთ. გეტყვით რა. 6 წლის ავირჩიეთ. გეტყვით რა ვერ მოვიპოვეთ. ხო და აქ შეიძლება ამაზე ვაჭრობა, ამაზე შეთანხმება შეიძლება გარკვეულად, რომ გარკვეული უპირატესობა ამ დათმობის ხაზებს პარლამენტში მივიღო. მაგრამ ესე არ მოხდა. ეს არ მოხდა. ჩვენ ერთ პაკეტში უმაღლეს საქმის თავმჯდომარე და მინისტრთა საქმის თავმჯდომარე ვერ ავირჩიეთ. მე სხვაზე ვთქვი. აი ამ თემაზეც მინდა რომ ცოტა თქვენ პატარა გამაგეთქვით ამაზე მიმოვიდეთ. მაგრამ აქ მთელი ამბავი იმაში იყო, რომ თვითონ ქართველებს შორის მოხდა დაპირისპირება. მაგალითად, ერთ დეპუტატის ერთ ადგილზე როგორც წესი 3-4 ქართველი იბრძოდა. რასაკვირველია, 7 კაცი ვიყრიდით ჩემთან კენკო. 7 კაცი ვიყრიდით, აი ამდენზე არ თქვი ეს. გამიგეთ? ეს ყველაზე და აფხაზი თუ იყო დაყენებული აფხაზის კანდიდატურა, ერთი ან ორი მაქსიმუმ 2. სხვა შორის მოვლენებს წინ გავუსწრებდა გეტყვით იმ პერიოდში მე შევხვდი აღზინბას. თბილისიდან რო ვიყავი, შევხვდი აღზინბას, შეხვედრაზე ვიყავით
მე ჯერგენია ანდრე და არძივა. ახლა არძივა ჯერგენია იურისტი იყო, სხვა შორის კაი პიროვნება იყო, ცუდი ბიჭი არ იყო. პიროვნება კი, მაგრამ ხოდა არძივა სამართლებრივ საკითხებზე ვინმე თუ ისაუბრებოდა განსაკუთრებით ქართველებს ჯერგენიას გარშე არ ისაუბრებოდა. ჯერგენიას გარშე არ ისაუბრებოდა. მე და ჯერგენია ვიყავით ძალიან ახლო ურთიერთობაში, იმიტომ რომ ერთ დროს ჯერგენია პრაქტიკაში ჩვენთანაც გადიოდა. ახლა ამ საუბრის დროს ბევრ თემაზე ვილაპარაკეთ. როგორი პიროვნება იყო არძივა? ეს იყო განათლებული პიროვნება, ვერ წაათ, რამდენი ზარ უნდა აგებო. ლაპარაკიც იცოდა კარგი. ლაპარაკიც იცოდა, გიჟი როგორც ჩვენამდე გიჟი მაგარ ყოფილა, ისე ძალიან ერეული იყო. ძალიან ერეული პიროვნება იყო და მისი აგდება ელემენტარულ საკითხზე ძალიან ადვილად შეიძლება. საინტერესო ის იყო, რომ არძივამ მე ეს აცილების დაგვცინა. ბიჭო, ჩვენ რო ქართველები კულტურული ერი ხართო. 1000-სლოვანი ისტორია გაქვთო. და ამ აფხაზეთში ის ვერ გადაგეწყვეტიათ, რომ ერთი დეპუტატის ადგილზე მაქსიმუმ 2 დეპუტატი რა არის, ეს 4-5 დეპუტატიო ჭამდო ერთმანეთს არცვენიათო და აურჩეველიც კი დაგჭა დეპუტატი. აბა ჩვენ აფხაზები ნახეთო, მაქსიმუმ 2 დეპუტატი არის. მე არ დამეკული დამწვა, მაგრამ რა უნდა მეთქვა? რეალობა იყო რომ. ხო. და ის 26-ე რომ ვერ ავიჩიეთ საერთოდ? ვიცი ესა. ეს თქვა, მაგრამ გამიგეთ? აი ასეთი ვითარება იყო. ახლა თბილისიდან რომ ჩავედი, რომ ქართულ დეპუტაციას შევხედროდი, აქედან გამიშვეს. მაშინ ფელიქს ტრებუჩევა იყო უნივერსიტეტის რექტორი იყო. ფილიალის რექტორი. ფილიალის უნივერსიტეტის გაყოფა იყო უდიდეს შეცდომა. მე თუ ჩემი გადასახედიდან. ნუ ეს მეორე საკითხია. მეორე საკითხია. ფელიქს ტრებუჩევა მე და კიდევ ერთი პიროვნება პროფესორი უნივერსიტეტიდან ალექსიძე შევხვდით ქართულ დეპუტაციას. ეს 91 წელია ალბათ. 91 წელია კი. ნუ რაც მე იქ ნახე მე არ მინდა გაიმეორე. ესე იგი ერთმანეთის ზიზგნა, ერთმანეთის ჩხუბი, უბედურება, ესე იგი ქართული დეპუტაცია ერთმანეთში არ იყო მორგებული და რა საარჩევნო კამპანიაზე იყო ლაპარაკი. თელი უბედურება ესე ვიწყებოდა ჩვენგან, ჩვენ ერთმანეთს ჭამდით და სხვათა შორის აფხაზები ამით ძალიან სარგებლობდნენ და შედეგიც უშენ გარკვეულად მაგათ მათ მიიღეს. то ბატონო ახლა მე ახლა ძალიან მაინტერესებს ესე იგი ნუ ახლა გასაგებია ეს 26-28 და ესა, მაგრამ აქ ჩნდება ერთი ფაქტორი. ახლა მე როგორც ამ შემთხვევაში აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს იქიდან მოვდივარ და იმ უმაღლეს საბჭოს. არა, ეს ისე წინაპირობა მოუყევი. დიახ, ბატონო, თან მე უბრალოდ მე ახლა ცოტა უფრო კონკრეტიკაზე მინდა გადავიდეთ. აი კონკრეტიკაზე რაზე? ჩვენ ახლა შევარდნაძეზე, როდესაც ჩვენ გამსახურდია დროს ვიყავით, ჩვენ არჩეულები და ჩვენ რატომღაც ზვიადიეცებს გვეძახდა. ყველას არ არის, იმიტომ რომ ახლა ძალიან ბევრი პარტიული მუშაკები, ყოფილი პარტიული მუშაკები იყვნენ უმაღლეს საბჭოში და ნუ ახლა იქ როგორ მოხდა, რანაირად მოხდა, როდესაც ეს მოხდა, ნუ ახლა ამაზე არ არის აქ საუბარი, მაგრამ საუბარი ის არის, რომ ჩვენ სამწუხაროდ და საუბედუროდ ის ქართული დეპუტაცია აი სულ აქეთკენ მიხედებოდით თბილისის. ეს ასე იყო საერთოდ. დიახ. ეს იყო ეს მე დღევანდელი გადასახედია და ამასე უყურებ. ეს არ იყო მაინც ეს სწორი და მაინც ჩვენ ბევრ რაღაცები ჩვენ თვითონ უნდა მიყო ეს გადაწყვეტილება რაც აგურული ახლა ამას ალბათ ისტორია იტყვის და მეც ალბათ მომეცა იმის საშუალება რომ მე მემუარები დავწერო მე ალბათ მე ამის შესახებ ვიტყვი მაგრამ მე ხარ ის ხმა მინდა იცით ბატონო ვახტანგ აი ჩვენ ზედმეტად ხარ ვამყარებდით იმედებს ედუარ შევარდნაძეზე მან ხომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ომის შემდეგ რომ მაგან თავის მართება დაიწყო მომატყუეს ეს გაგე მომატყუესა იმპერიის სამსახურში იყო 7 წელიწადი ეს კაცი საბჭოთა კავშირი დაშლა გერმანიის გაერთიანება ყველაფერი ამან დაიბრალა
და მაინც ეცები შევარდნაძეს რატომღაც ეგონა ხალხს რომ ზვიად გამსახურდია თავიდან ყველა უჭერდა მხარ და მე ისე მოხდა რომ შევარდნაძესთან გადაიხარა ხალხი მაგრამ ამ შევარდნაძემ რა ყველაფერში თავისი მართება დაიწყო მე რა ვიცით რა აი მე მომატყუეთ რას იცავს ვერ კარგი თვითონ არ უნდა ცოდნოდა ეს რუსები მოატყუებდნენ თუ არ მოატყუებდნენ რუსები საბოლოო მიზანი მაინც რატომ არ უნდა ცოდნოდა მას ცოტა შევარდნაძე ახლა ვიცით რომ ამ საკითხებში თქვენ ხართ ძალიან გარკვეული ბატონო ვახტანგ. ერთი მოდი აუქნოთ რატო შევიდნენ კათოლიკ ჯარი რატო შევიდნენ აფხაზეთში. აქედან დავიწყოთ. დავიწყოთ. პირველი შესვლა იყო აფხაზეთში თვალსები 91 წლის თებერვალში თუ მარტში იყო, მარტში თვალსები ყარყარაშვილი შევიდა. იქ საინტერესო ამბავი მოხდა რომ საქართველოს იმ დროს ჯარი არ ყავდა. ჩვენ ჯარს არ ყავდა. ჩვენ ყავდა ბანდები იყო ცალ-ცალკე, გამიგეთ? უბრალოდ ყავდა სახალხო ლაშქარი. რომელსაც ჰქონდა ჯარის იარაღი, ჯარის ტანსაცმელი, მაგრამ ჯარი არ იყო. სახალხო ლაშქარი იყო, რომელიც პრაქტიკულად არავის არ შემოიჭერებოდა. ერთადერთი ყარყარაშვილი იყო, რომ იმ შესვლის დროს მან შეძლო ამ ბანდებში, ამ ლაშქარში დისციპლინის დამყარება და სერიოზული ინციდენტი ადგილობრივ მოსახლეობასთან და არავისთან არ მომხდარა. ესენი გავიდნენ ფსოუნდე, გაჩენ ცოტა ხანი, მაგრამ საქართველოს ნიდოს ბიუჯეტი არ გააჩნდა. ფული არ გააჩნდა, ამას შენახვა უნდა ეს გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. და ეს ჯარი, ეს ლაშქარი უკან ექნა გამოყვანილი. მე ხდება ასეთი ამბავი. ამიერკავკასიაში, საქართველოს და ამიერკავკასიაში იმ დროს მასიურად შემოდიოდა სახონელი რუსეთიდან. სახონელი შემოდიოდა რკინიგზით. ეშელონზე მოდიოდა და ამ ეშელონების გამოგზავნილი ტვირთების ძირითადი ნაწილი იძარცვებოდა და საბოლოო მიზნამდე ვერ მოდიოდა. ეს იყო მარტო ჩვენი ტვირთი კი არ იყო. რკინიგზით მოდიოდა ეგ აზერბაიჯანში მიდიოდა, სომხეთში მიდიოდა, საქართველოს. ბევრი ტვირთი იყო ძალიან უამრავი ტვირთი იყო. როგორც ამბობენ გაძარცვული ტვირთების ღირებულება, როგორც კი არ ამბობენ. მილიარდებით განვითარებული გეტყვით, მაგ ეს ციფრები. იმდენად დიდი იყო ეს ძაცვათა ოდენობა და დაკარგული სახლის რაოდენობა, რომ შეძლო სამთავრობო კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, არ მახსოვს ვინ იყო და ამ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი მე როგორც გემპროკურორის პირველი მოადგილე. 2 მილიარდზე მეტი რუსული ფული და ადრინდელი გაანგარიშებით 2 მილიარდზე მეტი ღირებულების საქონელი იყო გადაცემული. გადაცემის ზონა როგორი იყო? სუხუმი ძალიან დიდი ოდენობა იყო. აქ აფხაზები იყვნენ და აფხაზები იყვნენ. სუხუმი, ინგური, ნაკლები და ინგური სამტრედია კოლოსალური ოდენობა უფრო მეტი ვიდრე ფსოუ. ეს აფხაზებთან რა კავშირი იყო აფხაზებთან? აი მას მესმინდა თქვა ეკამდე მიდივარ. ახლა ამასთან დაკავშირებით შეძდგა თავრობის კი არა სამრობა არ იყო მასენ სახელმწიფო საბჭო იყო სახელმწიფო საბჭოს გაფართოებული შტომა მაგრამ ვიდრე სახელმწიფო საბჭოს გაფართოებული შტომა შეძლებოდა ადრე შეძდგა სახელმწიფო საბჭოს უფრო შეზღუდული წევრების შტომა იმას ესწრებოდა მხოლოდ სახელმწიფო საბჭოს წევრები პირველს და იქ რამოდენიმე მჭვერი მაგრამ გაფართოებულ შტომას ესწრებოდნენ იმ პერიოდში მთავრობის წევრები და თბილისის ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილი. ესწრებოდნენ მე როგორც გენპროკურორის პირველი მოადგილე. შევარდნაძემ თქვა, რომ აი ასეთ ტვირთი იძარცვება, მასიურად იძარცვება და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს ძარცვები ავკვეთოთ. და ამიტომ ჯარი უნდა შევიდეს. ესე შევარდნაძის იდეა იყო და მე კიდევ უნდა დააბრალო. ერთი წუთი ახლა გეტყვით, ერთი წუთი. რომ მას ეს საკითხი შეთანხმებული ჰქონდა აძიმბასთან. აძიმბასთან ეს საკითხი მას შეთანხმებული მართლა ჰქონდა. მაგრამ შეთანხმება როგორი იყო? ჯარი უნდა შესულიყო, მაგრამ უნდა გაყოლოდა მხოლოდ რკინიგზას
და არც ერთ დასახლებულ პუნქტში არ უნდა შესულიყო. ახლა სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე გამოდის ერთი მეორე ყველა ამბობს შევიდეთ ასე ვქნათ ისე ვქნათ მახსოვს თბილისის გვარები არ მინდა ვთქვა იქ რამოდენიმე აკადემიკოსი იყო პროფესორები იყო გამოდიოდნენ და ამბობდნენ რომ გადაუვაროთ შევიდეთ მაგრამ გადავლაში ვის გულისხმობდნენ იცით აფხაზებს კი არა ზიადისტებს ახლა იქ როგორ ვითარება იყო აფხაზეთში იმ პერიოდში სამეგრელოსა და აფხაზეთის ზიადისტური აი ასე უხეშად ვიტყვი. ესე იგი ზვიადის მიმდევართა მნიშვნელოვან ნაწილს მონოპოლია ჰქონდათ აფხაზეთში ყველაფერზე. ფაქტობრივად ისინი მართავდნენ სიტუაციას და ისინი იყვნენ დამოკიდებული აფხაზეთში. ესე იგი რეალურ საფრთხეს შევადნაძის ხელისუფლებას უქმნიდნენ არა სხვა ვინმე, არა ერთგვარ აფხაზები, არამედ უქმნიდნენ ყოველ შემთხვევაში მას ასე მიეშვა აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ზვიადის ტურად განწყობილი ნაწილები და იგივე სამეგრელოში მცხოვრები ზვიადის მომხრეთა მომხრეები. შევადნაძეს უნდოდა რომ შესულიყო აფხაზეთში რომ გაენადგურებიათ ზუსტად აი ესენი ეს ხალხი. ესე იგი ზვიადის მომხრეები მთლიანად რომ ამოეძებდათ და შესვლის მიზანი იყო არა ის რომ იქ დაემარცხებია თქვა რომ შემდგომ უბრალოდ აღეკეთათ რკინიგზაზე ტვირთის ზარცვაზე ეს იყო საბაბი იყო ელემენტარულად მაგრამ საერთოდ ფეხებზე კიდე მაპატიე და საერთოდ არ აინტერესებდა ამ ტვირთის ზარცვის საკითხი მას აინტერესებდა რომ ზვიადის დასაყრდენი რაც კი იყო აფხაზეთის პროზვიადისტური ნაწილი აფხაზი მოსახლეობის და გასირა აფხაზეთი ესენი მოესწრო ნუ გამოვიდა ერთი მეორე ისა ყველა გამოვიდა სხვაშორის კიდოვანი არ გამოსულა ჯება არ გამოსულა მაგრამ მოვიდეთ შვები გამოვიდნენ და ამბობდნენ სულ ყველა იმუქრებოდნენ იგინებოდნენ და შევიდეთ აფხაზეთში ერთი მეგობარი ისდასენთან თავრობის წევრი იყო არ მინდა გვარი დავასახელო ხო და თუ დავასახელებ თუ არ იქნება არ მინდა არა ორივე პიროვნება და მაგას ვთხოვე მე რომ იცით გამოходит და თქვა რომ არ შეიძლება დასახლებულ პუნქტებში შესვლა. არ შეიძლება საერთოდ აფხაზეთში შესვლა. ბატონო ვახტანგ, აი არ დაგავიწყეთ თქვენ რასაც ამბობთ ძალიან სწორად ამბობთ, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ მე სხვათა შორის გამოსა ბატონმა სულნაკმა ლევან კიკნაძემ უშუების გენერალმა გამოსა წიგნი ბოლოს ეს ბოლოს საჩუქარი როგორც თვითონ დააწერა ამ წიგნს და იქ მაგი ამბობს რომ ავთანდილი იოსელიანი მაშინ იყო უშუების კომიტეტის თავმჯდომარე აფხაზეთის. ლევანი იყო მისი პირველი ministri. და თქვენ წარმოიდგინეთ აქ რა ხდებოდა, იცით რომ ავთანდილი იოსელიანი ყოველთვის შევარდნაძეს კვირაში 3-ჯერ 4-ჯერ ხდებოდა და ეუბნებოდა რომ არ შეიძლებოდა შესვლა აფხაზეთში. მომიტან მე გეთრამ. ეს უშიშროება ამას ასეთ ინფორმაციას, მაგრამ ყველაფერს იგნორი როგორ გააკეთეს ამ. ავთანდილი იოსელიანი იყო ჩემი მეგობარი. სხვა შორის დადებითი პიროვნება იყო და ძალიან ლამაზი კაცი იყო. ბრწყინვალე პიროვნება. კი, ძალიან დადებითი პიროვნება იყო, ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მაგრამ მე ამაზე არ მინდა ავტო იქ არ იყო. იმ სომაზე ავთანდილი იოსელიანი არ იყო. ხო და ეს მეგობარი და უცხარ თქვი მეთქი რა მე ჩაწერილი არ ვიყავი გამარჯი. გამოვიდა ეს და არ თქვა არაფერი, აუარა ამ თემას გერ და თავის საკითხებზე ილაპარაკა. ავწიე ხელი და შევადნაძემ შემოხედა და თქვა ახლა ბატონ გვარამიას მოусმინოთ და ამით კამათი დავამთავროთ. უკანასკნელი ბოლო გამოსვლა იყო ჩემი. გამოვედი მე. ჯერ მოვყევი რომ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვარ, აი ძარცვები ფსოუ, რა ქვია, სუხუმის ზონაში ამდენი, სუხუმი ინგურის ზონაში ასე ამდენი, შენხაჩემბატონი ინგური სამტრედის ზონაში ყველაზე მეტია და მე ვსვი. ნუ ჩვენ მართლა გვინდათ რომ ავყვეთოთ ეს ძარცვა გლეჯა. მოდი ასე ვქნათ. მოდი დავიწყოთ ჩვენ სამტრედიდან. ინგურის სამტრედიდან, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ძარცვა გლეჯა თურქეთის იყო აქ. და მე უთხარი მე ვნახოთ დანარჩენები. მაგრამ მე თქვი რომ თუ თქვენ მეგაჩნიათ აუცილებელია აფხაზეთში შესვლა, მე უთხარ ჯერათი არ გირჩევთ აფხაზეთში შესვლას. ეს ამას შეიძლება ცუდი ვითარება შექმნას იქ მეთქი, მაგრამ თუ გინდათ მაინც, მოდი შევიდეთ ჩვენ და გავჩერდეთ გალის რაიონში, ნუ გავხსნებით.
იმიტომ რომ გალი მაინც ქართული იყო და. გალი მაინც ქართული იყო და პრობლემა არ ექნებოდა. და გაფხარდა და საერთოდ აფხაზები მიჩვეული იყვნენ, რომ გალი არ იყო ქართული, ის რა ქვია მათი. დიახ. ამაზე ვილაპარაკე, დიდხანს ვილაპარაკე შუაშორის და ჩამოვედი ტრიბუნიდან. შევარდნაძემ შეაჯამა კამათის შედეგები და თქვა რომ და მე თვითონაც არც გამოსულა, მე არ შემოხებია და თქვა რომ მე საკითხი შეთანხმებული მაგალზინდასთან, ჩვენ რკინიგზას უნდა გავდოთ და ჩვენ შევიდეთ. აბა ჩვენ რო ჯარი ყოლოდა მართლა დისციპლინირებული ჯარი, ნორმალური ჯარი, მაშინ შეიძლება მიზანი ქიქონდა შესვლას. მაშინ, მაგრამ ესა ბანდები იყო მხედრიანი, გვარდია იგივე ბანდები. მათი მიზანი იყო ძარცვა ხო? არა, მიზანი ძარცვა ეს მეორე საკითხია. მათი დამორჩილება იყო პრობლემა. დისციპლინას ესენი არ ემორჩილებოდნენ და ამის შედეგად ის იყო რომ თვალსები ოხრეისთან მოხდა პირველი შეჯახება აფხაზებთან ესენი პირდაპირ წავიდნენ ესე. და იგივე შუაწული იყო ორივე მხრიდან, აქედანაც იქიდანაც და დამთავრდა ჩაგიკითხებით კიდევ ერთ რაღაცას. ერთ რაღაცას ჩაგიკითხებით. აი, რამდენად სწორი იყო 22 ივლისის სოჭის ხელშეკრულება განიარაღების შესახებ ქართულ მხარეს. აი, შეთანხმებას ამასინათ ეხლა ისე კოზირევი იყო მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი და კოზირევის ისინი ამაზე პასუხი გაცემა ძალიან ძნელია. გარკვეულად სწორი იყო და უნდა ყოფილიყო, მაგრამ გარანტიები უნდა ყოფილიყო სათანადო. მაგრამ აფხაზების განიარაღება არ მოხდა და მოხდა ამაში გარანტია უნდა ყოფილიყო და მე და მეორე საკითხი რომ განიარაღება ორი მხრიდან მოხდებოდა, ამის უნდა მომხდარიყო გარკვეული კონტროლის ქვეშ და ეს კონტროლი არავითარ შემთხვევაში აფხაზებს დაუბრუნეს ის ეგრეთ წოდებული ზაპორები და ქართველებს არ დაუბრუნეს და აფხაზებს უბრალოდ რა თქვა. ქართული არტილერიის გაყვანა მოხდა სოხომიდან. აი ეს იყო და ეს რამდენად მოხდა ეს სადაუღო, შეიძლება სტორის გაკეთდა. მაგრამ მეც სტორი როგორ გაკეთდა, აფხაზებს რომ დაუდო. არა, ეს უკვე ხელშეკრულებას ასებიოდა. იქ უნდა ყოფილიყო ასე რომ გარანტია უნდა ყოფილიყო რომ გარანტორი ყველაჯერ რუსებმა როცა წამოაყენეს რომ ჩვენ ვიქნებით გარანტორი, ქართველებმა უარეთქეს. არა, რუსებს გარვენდობითო. იყო ეს უწერია ყველაფერი ლევან კიკნაძეს ეს ჩემ მოგონილია. ქართველებმა ბევრ რამაზე თქვეს უარი. ქართველებმა უარი იმაზე არ თქვეს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი გრაჩოვი თავაზობდა შევარდნაძეს, რომ ჯარს ჩააყენე. ეს იყო ეს ხოთაჭორის ძალიან კარგად დავთ გაშიფრული ხოთაჭორის ცხონებულ ლევან კიკნაძეს და ეს ასე არ ყოფილა ბატონო ვახტანგ. იქ არ იყო იცი რომ იცი ლამაზად რომ წარმოგიდგინე ჩვენ თვითონ იქ ორ დივიზია იქ სამეგრელოს უნდა დაეყენებინა და ფაქტობრივად ეს ებდოურად აღდგა ანექსია. არ იყო მასე. არ იყო მასე. ყოველ შემთხვევაში მე ასე ინფორმაცია მინისტრთან ნახელისას მე ვიჯექი და არ იყო მასე. ეს პირდაპირ იყო პირველი იყო თანაც ვადამოკლე იყო ასე დიდი გეგმა არ იყო. რომ გომისტაზე უნდა ჩაეკეტათ ეს და თავდებოდა იქ ყველაფერი. აი რატომ წავიდე წინააღმდეგი შევარდნაძე? მე არ ვიცი. არა, რატომ წავიდა გეტყვით, მაგას თავისი პრობლემები ჰქონდა. შევარდნაძე ეროვნული მოძრაობიდან მოსული არ იყო. გამიგეთ? ეროვნული მოძრაობა მას ეზიზღებოდა როგორც ჩვენ ეს. მეორე საკითხია ეს. ამას დავანებოთ. ებრძოდა. ამასაც დავანებოთ. აქ მეორე საკითხია. შევარდნაძე მოსული იყო კომუნისტური ელიტიდან, კომუნისტური პარტიის ელიტიდან. კომუნისტური მენტალიტეტის პიროვნება იყო. მარტო მაგია რა სხვა. და მაგას ეს რომ ის გუშინდელი კომუნისტი იყო, რომელიც ებრძოდა ყოველგვარ ნაციონალურ საქართველოში ძიმე ტვირთა დაწვა ზურგზე და როდესაც ეროვნული მოძრაობის გუშინდელი წევრები, რომლებიც დღეს მის თავრობაში იყვნენ, მას წინააღმდეგობას უწევდნენ, ის როგორ წესი უკან ეხებდა. ეს ტვირთი ქონდა მაგას ზურგზე და ეს მაგას სულ ესე იგი ბატონო ვახტანგ, ახლა თქვენ შესანიშნავი დაცვის გაკეთების საშუალება მომეცით მე. უდიდესი შეცდომა იყო შევარდნაძის ჩამოყვანა საქართველოში პირველ პირად. ეს კიდე სხვა საკითხია. სხვა საკითხია და სხვა საკითხია. თქვენი დასკვნიდან გამომდინარე, მე თქვენ რა ბრძანეთ, იქიდან მე ვაკეთებ ჩემ დასკვნად და ხა. ჩემი ტელემოყოლები ამაში დამეთანხმებიან თუ არა? არა, მეგეთია. არა, გაჩვდა სხვა ამბავია. მეგეთქვი რა ამბავია. ქართველები არ ცოტა უცნაური ხალხობთ. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ მესიას. ჩვენ გვინდათ რომ რაღაცა გამოგვეცხადოს, გამიგეთ აგვიშენოს 60
და იმ სამოთხეში ჩვენ ვიცხოვრობთ. ვიღაცა უნდა მოვიდეს მესია, ველით აი მოვა მესია და ამყარებს წესრიგ ჩამოგვიყალიბებს სახელმწიფოს. დოსა შევარდნაძეში დაინახა, ჯერ ძვიადში დაინახა, გამსახურდიაში და მე შევარდნაძეში ეძებდა. შევარდნაძე მონახეს როგორც მესია ჯაბას მიწოდებით. და იქ მაგრამ მანამდე წინასწარ მუშაობა მიდიოდა რომ შევარდნაძე როგორ უნდა ჩამოიყვანოს საქართველოში. შევარდნაძე რომ ჩამოვიდა საქართველოში მოსამზადებელი მუშაობა არ იყო. თბილისის ზღვაზე ტელევიზია რო გააკეთეს, ვინ გააკეთა ეს ტელევიზია? გადაცემა რო იყო და ისე თავისი ჩამოხრინდა მოსკოვიდან? არა, ეხლა ესე ვიცი ჩვენ როგორ იყო და მაგაზე სხვადასხვა ძალიან ბევრი ჩვენ აქ ჩემ რესპონდენტებს მაგის შესახებ ძალიან ბევრი ვთქვამთ და ახლა ამაზე ჩვენ ვერ გავცელდებით, იმიტომ რომ მე ძალიან შორტ აგვიყვანს. ბატონო ვახტანგი და ბოლოს მინდა ასეთი კითხვა დაგიცვათ. არა, კიდე ერთი მინდა ვთქვა ამაფასთან დაკავშირებით. კი ბატონო. და მე ერთი კითხვა მაქვს თქვენთან კიდევ. პირველი გაგრეზონა რო დაეცა? დიახ. გაგრეზონას რო დაეცა? 2 სექტემბერს. ამის შემდეგ ხდება ასეთი ამბავი, რომ მე მირეკავს გურჯაანის რაიონის პროკურორი, იყო ასეთი ვოვა ახალკაცი. დიახ. ხო და მეუბნება რომ აი ჩემთან არისო რაიონის გამგებელი მანაჟაშვილი ყოფილი გაიკომიზიონ არასოდეს კაცი იყო, მართლა კაი კაცი იყო, აცხოვნა. ხო და ძალიან საინტერესო საკითხი გვაქვს შევარდნაძესთან, ძალიან საინტერესო საკითხია. და მიღებას თუ გაგვიკეთება. მოთხარ რა საკითხი. ლაგოდეხის რაიონშიო დგას სპეცნაზიო რუსებისო, დეტალებს შემოვალ მე გეტყვით მითხრეს. ხო და მათ უნდათ რომ საქართველოს ხარაზე გამოვიდნენ და დაგვეხმარონ გაგრეზდაბრუნებაში. კი ეს სხვადასხვა ეს საკითხი ეს არავინ არ იცოდა. ეს მე დავწერე ალბათ იქიდან. ალბათ აქედან ვიცი მე რაღაცა გარკვეული ინფორმაცია. მოთარი კი ბატონო, მაგრამ ჯერ უთხარები არ იგებ და პრობლემა არაა შევარდნაძე, მაგრამ შევარდნაძე მოუარი თქვა. არა. გეტყვით. დაურეკე შევარდნაძეს, მოთხარი მანაჟაშვილს და რაიონის პროკურორს უნდა ჩამოვიდნენ, რუსი სამხედრო შემოყვანა უნდათ და თქვენთან მეგობრობა უნდათ მეთქი და კადრის საკითხი ამხაზეთის ომთან დაკავშირებით და იმედია მე იღებს მეთქარ. ის უას არ მომნებოდა. კაიო ჩამოვიდნენ მითხრეს და დავინიშნა დრო. დავრეკე გურჯაანში ველაპარაკე რომ შევარდნაძე თანახმარი და მობრძანდი ჯერ ჩემთან. ჩამოვიდა მანაჟაშვილი, ჩამოვიდა ვოვა ახალკაცი პროკურორი და ჩამოიყვანეს რუსი პოლკოვნიკი ფორმაში ვინმე ვეტოჩკინი. თუ ვეტოჩკინი იყო, მე მახსოვს ეგ ვარი. ჩამოვიდნენ ველაპარაკეთ და ჯერ შევეკითხა და ვეტოჩკინი მეუბნება ასეთი ამბობს. რომ ლაგოდეხში დისლოცირებული არის ავღანეთიდან გადმოგზავნილი სპეცნაზი, რაოდენობით დაახლოებით პოლკი, რომ ამ ნაწილში, ამ სამხედრო ნაწილში არის მხოლოდ და მხოლოდ ოფიცერები და პრაპორშიკები, ჩვენ ჯარისკაცები არ გვყავს. ჩვენს спецназы груз спецназы. Груар, главное разведывательное управление. Амис спецназы да. ჩვენ შეგვიძლია რომ გაგრეზონა, გავწმინდოთ აფხაზეთისგან თლიანად, გავწმინდოთ ჩვენი ძალებით, ჩვენ არავის დახმარება არ გინდა, მაგრამ ერთი პირობით. ჩვენ რო გავწმინდავთ, ის დაიმაგროს ქართულმა ჯარებმა, ვინაიდან ჩვენ რაოდენობით ცოტანი ვართ. ჩვენ რო კიდევაც ვიომოთ, გავანთავისუფლოთ და დავიმაგროთ, ამის საშუალება არ გვაქვს. ჩვენ გაგიწვენთ ამას და იქ ჩადგენ ქართული ჯარები. მოთხარ სამაგიეროდ რას ვთქვათ? მაგრამ ის მომიყვა ასეთი ამბობს, რომ ჩვენ ძალება მივიღეთ, რომ ჩვენი გადაყვანა მოხდეს ციმბირის ერთ-ერთ ოლქში. ჩვენი წასვლა არ მინდა, იმიტომ რომ წინასწარ ვიდრე წავიდოდეთ ისლაფი ამ საკითხს გადავწყვეტეთ, ქალები წავიდნენ იქ, ყველას ყავდა ცოლ-შვილი, ახლა ჯარისკაცები არ იყვნენ, პრაპორშიკებია და ოფიცრებია. ხო და ჩავიდნენ და ნახეს რომ გუბერნიორი ადგილია და იქ ჩასვლა არ უნდა, ამ საკითხიდან წასვლა არ უნდა. დაგვასახლეთო, ხო? ჩვენ არა. ჩვენ გვინდა რომ 10 წლით მოგცეთ საქართველოს მოქალაქეობა და მივიღოთ საქართველოს შეერაღებული ძალის შემადგენლობაში, მაგრამ თუ მოქალაქეობის მოცემა თქვენთვის შეუძლებელია, მაშინ მოგვეცით
ბინადრობის უფლება 10 წლით. ახლა გადახდის საკითხი. კაპიკებს ითხოვდნენ. მაშინ უკვე ეს რუსული ფული გაუფასურებული იყო საბჭოთა ფული. კაპიკებს ითხოვდნენ და მანაჟაშვილმა მითხრა რომ ეს არ არის პრობლემა. ბიუჯეტი სადევა მაშინ ბიუჯეტი. ქვეყანას ბიუჯეტი არ ქონდა. ამას გურჯაანის რაიონი მოუვიდა ოფთისოღოლ ისე როგორ ეთხოვდნენ. ყოველ მოკლულზე ეთხოვდნენ გარკვეულ თანხაზე, ეთხოვდნენ გარკვეულ ხელფასს. და გურჯაანის რაიონი გადაუხეს ამასაც ჩვენ ხელისუფლებას არ დავაკისრებთ. წავედით შევადნადესთან. იქ მიგვიღეს მარტო მე და მანაჟაშვილი. პროკურორი და ეს მეტოჩინი არ მიეს. შევედით და რა ხდება მოხდა ხდება. მოხდა რაღა მოგიყვა დაგერა მანაჟაშვილი, დამგებელი უთხარი და თვითონ მოგიყვა და მანაჟაშვილი მოყვა იმას რაც მე ახლა მოვყები. რომ ასე არის. შევადნაძე გაჩერდა. შეიძლება მათ ნდობაო. მომხალ რა შეიძლება. რას ვაგებჯერებთ? როგორ გადატონო? მანაჟაშვილი ეუბნება ბატონ ედუარდო. ეს ამათო სოყოლა ჩონშვილი ყავს ახლა. იმიტომ რომ ესენ ჯარისკაცები არ არიან. ესენი არიან პრაპორშიკები და ოფიცრები. ოჯახი აქვს სოყოლას. და ფაქტურად საომრად მიდიან. ესენი ჩვენო ძევლის სახით ოჯახის წევრებს ვიტოვებენ. წარმოიდგინეთ თქვენ. თანაცო ხარჯებიო ჩვენო გურჯაანის რაიონი ამას ავანაზავრო. გაჩერდა შევადნაძე. გაჩერდა იფიქრა და არა უცხო. მე არა წინააღმდეგი ვარ. გავშვი ახლა ყველაფერი მეგონა ამ დროს კრიტიკული სიტუაცია ხონდა საქართველოს ომი უკვე მიდის აფხაზეთში. ომი აფხაზეთში დაკარგულია გაგრაკასო. გაგრა დაკარგულია კი რა გერმოდიან შოუმზო. ამ დროს გაგრასო გავანთავისუფლებდო გეუბნები. გაგრის ზონას მთლიანად დაწყებული საზღვრიდან გავწმინდავთო ბოლონდი რეგრესია მოგიდგენია. ხო და მეუთხარი წამომსდა რა უცხარი რუსმეთკი სამხედრო რუსმეთკი. უცხარი მაგას რომ შევადნაძე ფიქრობსო და რომ რამე გადაწყვეტილებას რომ მიიღებს მე რეგეთქვით. გამოვედით გარეთ გამწარებულები. voilà. ეს არ იყო ხალათი ტოფასი ბატონო. მე არ ვიცი ეს რა იყო, მაგას ახლა რა არის. რუსები იტყვიან რომ მაღალი სამრეკლოდან უფრო მეტი ჩანს. ახლა მე ვაი ამ როგორს პირველი მოადგილე და პრეზიდენტი ვიღაცას გუნდრუკი უყვია. გასაგებია ბატონო ხალხი დიდი მადლობა. აი ესე და ახლა ერთი პატარა კითხვა მინდა, ხო გამდენიმე სიტყვით, იმიტომ რომ ჩვენი დროც უკვე მოიწურა. უბრალოდ იწურება და ბატონო ხალხი თქვენი გადასახედიდან აი როგორც ძალიან მაღალი რანგის რამდობობის სახელმწიფო მოღვაწე, მე ასეთი ინფორმირებული ყოველნაირად და ინფორმაცია თავარია საერთოდ ომის დროსა, არა მარტო ომის დროს, მშვიდობიანობის დროსაც. ინფორმაციით ხდება მართვა საერთოდ, ქვეყნით და საერთოდ პროცესებით. შეიძლებოდა აფხაზეთის ომის მოგება? არა. არ შეიძლება, ეს თავიდან წასაგებად იყო განზრებული. მაგრამ კიდევ ერთი მინდა დამატება. რატომ იყო წასაგებად? იმიტომ რომ ჩვენ ჯარი არ ყოფდა. იმიტომ რომ ყველაფერზე დამოკიდებული ვიყავით რუსეთს. მაშინ არ უნდა დაგვეწყო საერთოდ. არ უნდა დაგვეწყო. მაგრამ მე გითხარით რა შევიდნენ. ესენი შევიდნენ არა იმიტომ რომ მიზეზი ეს იყო რომ მოსახლეობის ზვიადესტური ნაწილი გაენადგურებიათ რომ თბილისში ხელისუფლება უფრო მყარად ყოფილიყო. აქანაობდა ხელისუფლება. და რასაუბრია კიდევ გაეძარცვათ ეს აფხაზი იცოდნენ როგორ ცხოვრობდა იქ ხალხი და ეს იმიტომ შევიდნენ იმ რაიონებში თუ რა შევიდნენ. ახლა მე მინდა დავამატო. შეიძლება თუ არა რომ აფხაზებთან მომნახოთ ჩვენ საერთო ენა. თუ თქვენ გაინტერესებთ ჩემი არსი. თქვენი აზრი რამდენიმე სიტყვით თუ გვეტყვით ძალიან კარგი. მე ჩემი მოსაზრება მოვსწრებთ. მე აგეთქვით. მაგრამ ამას არ ვიტყვი. მე აგეთქვით აგე. თუ საქართველო ეკონომიკურად და პოლიტიკურად გახდება მიმზიდველი ჩვენ გარშემო მცხოვრებ მეზობლებისათვის და როგორც ვამბობ ძმებისთვის აფხაზები იყო და გინდოსები მათთვის თუ გავხდებით მიმზიდველი თუ ისინი ნახავენ რომ ჩვენთან ცხოვრება უფრო იოლია უფრო კარგია გამიგეთ ვიდრე სხვა მიმდებარე ქვეყნებში
ეს უმიტკივნეულოდ ყოველგვარი თყოფის როლის გარეშე და ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე ეს უმიტკივნეულოდ მოხდება. ამისთვის რა საჭირო? ამისთვის მეტნაკლებად საჭიროა რომ ჯერ ჩვენ თვითონ მოვუვარდეთ ჩვენი ეკონომიკა გავიდეთ ყოველ შემთხვევაში ეკონომიკა წინ მიდის ამაზე ორი აზრი არ არსებობს მე როგორც ეკონომისტი შემიძლია ამ თემაზე საუბრობ და მათ ჩვენ ეკონომიკაზე მე ვამბობ ჩვენი ეკონომიკა მოდი დაუახლოვდეს ევროკავშირის ერთ-ერთი ბოლო ქვეყნის ეკონომიკას იმ დონეზე მივიდეთ. ბატონო, ერთიანი შიდა პროდუქტის მიხედვით 15000-ზე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს ჩემი ჯიბე. დავანებოთ ჩვენი ეროვნული პროდუქტები. ეს სხვა არის. მე მაინტერესებს ჩემ მასივალში რა დებს, ჩემ ჯიბეში რა დებს, ჩემი სახლი როგორია, გამიგეთ? ჩემი განათლება როგორია? წესრიგი არის თუ არა ქვეყანაში? აი როდესაც ამ სტანდარტებით, ადამიანური სტანდარტებით ჩვენ დაუახლოვდებით ევროპის თუნდაც ახალ ზელანდიას არა? ახალ ზელანდიას ახალი ზელანდიას მაშინ მოხდება ეს ამბავი თუ არა? ჩვენ სტატისტიკაში რა გვაქვს, ბევრი გვაქვს, ცოტა გვაქვს, მაგრამ არავის არ აინტერესებს. მაგი გაჭირებულ კაც არ აინტერესებს. გამიგეთ? ამაში თავარია ჩემზე როგორ მას დიდი მადლობა ბატონო ვახტანგ. მოკლედ ძირფოთო ტელემაყურებლებო. ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა. ახლა პატარა კერვი კამათე და არამედ რაღაცების შევეხილეთ ერთმანეთს და ბატონო ვახტანგი და დასავლია ბატონო ვახტანგი ყველაფერში იმდენი ინფორმაციები გააჩნია. ბატონო ვახტანგი მე ამით არ ვამთავრებ თქვენთან დღეს ინტერვიუს, ეს იცოდეთ. უახლოეს ხანში ჩვენ კიდევ მოგიწევს საუბარი, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ ბევრი საკითხები გაქვთ ისეთი რომელზეც დღეს ვერ ისაუბრეთ, იმიტომ რომ აფხაზეთის საკითხიც არის მართლაც. ჩვენ ახლა რაც იყო, ამას ვამბობთ ჩვენ და ამას ვერავული, მაგრამ ჩვენ რა იქნება, ამაზე უნდა ვიფიქროთ უფრო მეტად და თქვენ რაც მინიშნებები რაც გააკეთეთ, ახლა ეს თავისთავად ცხადია რომ ძალიან საინტერესო იქნება. ჩემი აფხაზებითაც, იმიტომ რომ ისინი ვიცი რომ ჩვენს გადაცემას უყურებენ, იმიტომ რომ ჩვენ აფხაზების მიმართ ჩვენ ტყურად არ ვართ განწყობილები. იქ რაც მოხდა და როგორ მოხდა ეს მარტო მათზე არ იყო ეს დამოკიდებული სამწუხაროდ და საუბედუროდ. აქ ცოტა შორის იმპერიის სხვა ძალები მოქმედებდნენ და მუშაობდნენ და დღესაც ცოტა სხვა სიტუაცია არის იქ და მე ვფიქრობ რომ დღეს უკვე დგას საკითხი და მიდის ცოტა შორის ძალიან შეიძლება ეს როიტყვიან ესე იგი ძალიან შეფარვით ხდება ეს და ეს ამისი არ თქვა გაჟღერება არ ხდება, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ რუსებს ეს ძალიან აღელვებს, კრემლს ძალიან აღელვებს ეს აფხაზეთის თუნდა სტატუსის საკითხი და საქართველოსთან მოლაპარაკებაზე მე ვიცი რომ გარკვეული რაღაცა წინაპირობები არსებობს. მაგრამ რა პირობებია აქ ლაპარაკი, ამისთვის დაკონკრეტების აღუქმება გვაგვაჩნია ჩვენ და არც საშუალება ამ შემთხვევაში, მაგრამ თავარიც არის რომ ეს საკითხი, იმიტომ რომ დღეს ძალიან კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაციები და მით უმეტეს ახალი წესრიგის საკითხი რო დადგა ახლა ძალიან ლამაზად კი არა ძალიან ძლიერად დადგა მსოფლიოში ახალი წესრიგი უნდა ჩამოყალიბდეს და ამ ახალი წესრიგის დროს რუსეთმა თავისი ადგილი უნდა ნახოს. და ამ დროს ახლა ზოგიერთს გონია რომ რუსეთი კავკასიიდან წავა და რაღაცა თუ რუსეთი კავკასიიდან არ წავა და თურქეთი და ირანი კავკასიას თუ არ დაუტოვებს სამხრეთ კავკასიას ანუ ამას ცენტრალური კავკასია ქვია ჩემი გადასახადი და ეს ცალსახა და ესეც ფაქტია. ამდენად საქართველოს ადგილი და როლი ყოველთვის იქნება და როდესაც საქართველოს ადგილი და როლი გაიზრდება რეგიონში, მე დარწმუნებული ვარ აფხაზეთი მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ძალიან ძლიერი შემადგენელი ნაწილი და თქვენ როგორც ბრძანებთ მართლა ჩვენთან როცა ცხოვრების დონე, მართლაც ინკლუზიური ეკონომიკური პროცესები განვითარდება ძალიან კარგად და ძალიან ღრმა და ყველა გლეხი და ყველა კუთხე და ყველა კუნძული კერდაც არიელდება ჩვენი სოფელი. პირიქით ჩვენი სოფელი აღორძინდება და თავკომბალასავით კი არ იქნება რომ მარტო ყველაფერი ქალაქზე იყოს ჩამოკიდებული და სხვათა შორის ახლა განათლების სისტემაში ახლა გვიჩნდა კონცეფცია მოვიცნეთ ჩვენი პრემიერებისგან და სხვათა შორის ძალიან განახარდა იქ რომ იქ რეგიონებში უნდა გაძლიერდეს ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემა და ეს მარტო თბილისი არ უნდა იყოს ახლა მთავარი ამ შემთხვევაში და ცოტა აქ ძალიან სერიოზული და ძალიან რეალურ საკითხებთან გვაქვს კიდევ საქმე. ასე რომ იმედი უნდა ვიქონიოთ რომ ჩვენ აფხაზეთთანაც გამონახავთ საერთო ენად და აფხაზები უკვე დრო არის რომ უკვე ჩვენსკენ
ხედოთ, რომ ჩვენც მივხედოთ, ჩვენ სულ ვიხედებით აფხაზეთისკენ, მაგრამ აფხაზებმაც მოიხედოთ და ერთობლივ ავაყოვოთ და ავაშენოთ ის აფხაზეთი, რომელიც დღეს სამწუხაროდ დაქცეულია. ორი სიტყვით ვიტყვი ერთ დიახ, ბრძანეთ და ამით შუაშორეს ძალიან დიდი საქმე გააკეთა სოხუმის უნივერსიტეტმა შაშანყო თვალში. როდესაც ჩამოიყვანა საქართველოში აფხაზები. წაიყვანეს ესენი აჩვენეს კახეთი, აჩვენეს საქართველოს სხვა რეგიონები. თვალსები ბათუმშიც იყვნენ. რა არის იცით? ესენი ჩამოვიდნენ ერთი განწყობით და ჩავიდნენ მეორე განწყობით. მათ ნახეს რომ ქართველები მათ უმტრები არიან, բայց სახალხო დიპლომატიის პირველი ნაბიჯია გადაიდგა და მეორე საკითხი კიდე. როდესაც აფხაზი ნახულობს რა არის დღეს ბათუმი და რა არის დღეს სუხუმი, ამას არავით არის აგიტაცია, პროპაგანდა და ტელეგრამი. ფაქტის სახეზეა. ფაქტის სახეზეა. და ამისთანა ფაქტორებია ბევრი გვექნება, ძალიან ბევრი გვექნება. დამიჯერეთ რომ ეს პრობლემა ძალიან უმდგომარეა. ისე აჭარა და ბათუმი რომ არის აჭარაზე არა, მაგრამ იგივე უნდა იყოს ხოთა ეს იგივე უნდა იყოს. მე დარწმუნებული ვარ რომ პირველ ჯერზე როცა აფხაზეთთან როცა მოგვარდება ეს საკითხი პოლიტიკური საკითხი, ჩვენ დარწმუნებული ვარ რომ 11 მილიარდი პირდაპირ მიდის. პირველი ინვესტიციები წავა და რამდენი 11 მილიარდი წამოვა კიდევ სხვა ინვესტიციების არავინ არ იცოდა. ნუ ახლა ბუნებრივია ახლა ჩვენ ამაზე ხელს გვიშლიან ბატონო ვართან ჯერჯერობით ის ქვეყნები რომლებიც ეს მეორე საკითხია მე ფაქტზე ვამბობ ჩვენ და მოახერხოთ რომ პოლიტიკაში არ გადავდივარ მე ფაქტზე გადავდივარ ფაქტზე დავარდებ როდესაც ჩვენ გვექნება რომ აი ეს მე ჩვენი ცხოვრების დონე თქვენზე გაცილებით მაღალია ჩვენ წინ მივდივართ და ჩვენ გვიდიხართ თქვენ რუსეთს უყურებთ აი მაშინ ეს საკითხი მოგვარდება დიდი მადლობა ბატონო ვართან მართლაც ახლა ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა დიდი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა ბატონო ვახტანგ. იცოცხლე. დიდი მადლობა. სასიამოვნო იყო თქვენ გასაუბრებელი. ძალიან სასიამოვნო.